კოპენჰაგენში დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იხსნება, რომელსაც სხვა ქვეყნის პირველ პირებთან ერთად საქართველოს პრემიერიც დაესწრება. რიგით მეშვიდე კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯერებენ. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლაც. გუშინ კი საქართველოს პრემიერი დანიის მეფისა და დედოფლის მიერ გამართულ მიღებას დაესწრო. სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ვიზიტს და ახლა დეტალებით მოამბის ეთერში შემოგვიერთდება. ამ წუთებში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეშვიდე სამიტი უკვე იღებს სტარტს. ლიდერთა დიდი ნაწილი უკვე იმყოფება ადგილზე, შეხვედრის ადგილზე. დარჩა რამოდენიმე ლიდერი ადგილამდე მოსასვლელი და სულ ცოტა ხანში უკვე გაიხსნება რიგით მეშვიდე სესია პლენარული სხდომით. ჩვენ მოვისმენთ შესავალ სიტყვებს, რა თქმა უნდა, აქედან პირველი ალბათ პირველი იქნება მასპინძელი ქვეყანა, რის შემდგომაც უკვე გაგრძელდება ეს სამიტის სამუშაო ფორმატში. უკვე აქ იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსთან გასაუბრების საშუალება ჩვენ გქონდა და როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს ფორმატი საქართველოს მხრიდან იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ვისაუბროთ საქართველოს გეგმებზე, საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როლზე და რა თქმა უნდა მის ამოცანაზე საბოლოო ჯამში გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ანუ ევროკავშირის წევრი და უახლოვდეს ამ ორგანიზაციას. ამ თვალსაზრისით პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სხვათა შორის გუშინ გამართული საზეიმო ვახშმის მნიშვნელობასაც. შეგახსენებთ, რომ გუშინ კოპენჰაგენში ჩაამოსულ სტუმრებს დანიის სამეფო ოჯახმა, კონკრეტულად კი მეფემ და დედოფალმა უმასპინძლეს საგანგებო ვახშამზე, სადაც როგორც გაირკვა, იყო ასევე კარგი საშუალება ლიდერებისთვის, რომ არაფორმალურ გარემოში გაეცვალათ მოსაზრებები და ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე. გახსნის შემდეგ უკვე მას შემდგომ, რაც რამოდენიმე წუთში გაიხსნება რიგით მეშვიდე სამიტი ევროპის პოლიტიკური გაერთიანებისა და უკვე საუბარი გაგრძელდება თემატურ ჯგუფებში. ეს არის ასე ვთქვათ ტრადიციული ფორმატი. წელს ეს სამიტი იქნება ორიენტირებული სამ ძირითად მიმართულებაზე. ეს არის პირველ რიგში ტრადიციული და ჰიბრიდული საფრთხეები, მეორე ეს არის ეკონომიკური გამოწვევები და ეკონომიკური მდგრადობა და მესამე ეს არის მიგრაცია, რომელზეც ბოლო პერიოდში როგორც პრობლემაზე ძალიან აქტიურად საუბრობენ ევროპის კონტინენტზე. რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ასე ვთქვათ, მონაწილეობას თემატურ დისკუსიებში, ვიცით, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური იქნება წარმოდგენილი იმ პანელურ დისკუსიაში, რომელიც მიეძღვნება ზოგადად ევროპის კონტინენტის ეკონომიკურ გამოწვევებსა და მისი ეკონომიკური მდგრადობის განვითარებას და ამ თვალსაზრისით, როგორც ქვეყნის პირველი პირი გვეუბნება, სათქმელი საქართველოს საკმაოდ ბევრი აქვს, გამომდინარე იმ პოტენციალიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და იმ შესაძლებლობებიდან, რომელსაც აძლევს ევროპის კონტინენტს შუა დერეფანი. ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, სადაც ევროპელ ლიდერებთან გვაქვს საუბრის საშუალება. გუშინაც ვახშამზე გვქონდა საშუალება, რომ არაერთ ლიდერს გავსაუბრებოდეთ და ყველგან საუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, საუბრობთ ჩვენს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. გუშინ მქონდა საინტერესო გაცვლა მოსაზრებების, იდეების ევროპელ ლიდერებთან და აქტიურად გამოვიყენებთ დღესაც ამ ფორმატს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან. დიახ, ლიდერები უკვე იკრიბებიან, თითქმის ყველა უკვე არის ადგილზე და შესაბამისად ცოტა ხანში უკვე გაიხსნება რიგით მეშვიდე სამიტი ოფიციალურად. გარდა ამისა, ასეთი სამიტები, როდესაც მსგავსი ღონისძიებები აერთიანებს ხოლმე ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერს, იძლევა ძალიან კარგ საშუალებას ორმხრივი შეხვედრების გამართვისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ამ სამიტის ფარგლებში უკვე დანიის დედაქალაქში კოპენჰაგენში იმყოფება როგორც ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფოს პირველი პირი, ისე ეგრეთ წოდებული ტოპ-ჯობების პოზიციებზე მყოფი ევროპელი მაღალჩინოსნები, ანუ ევროპული ინსტიტუციების პირველი პირები და რა თქმა უნდა გაფართოების კალათაში მყოფი 10 ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის ის ქვეყნები, რომლებიც მოიაზრებიან ევროკავშირის პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებად. შესაბამისად იქნება და უნდა დავალოდოთ ორმხრივ შეხვედრებსაც, ჩვენ უკვე ვიცით მაგალითად, რომ იქნება რამოდენიმე ორმხრივი შეხვედრა საქართველოს დელეგაციის პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გქონდა დღეს სამიტის დაწყებამდე საშუალება იმისიც, რომ
ვთქვათ, მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებისთვის დაგვესვა შეკითხვები. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, გამორჩეული იყო ამ შემთხვევაშიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნები სჭირდება დღეს ევროკავშირს, ვინაიდან ბოლო პერიოდში ვიქტორ ორბანის აზრით საქართველო წარმოადგენს ევროპის კონტინენტზე ეკონომიკური განვითარების ყველაზე კარგ მაგალითს. მოუთმელად ველოდები ყველა მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელთან კოპენჰაგენში შეხვედრას. რაც შეეხება ჰიბრიდულ საფრთხეებს, ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ევროპაში ახლა არა მხოლოდ ჰიბრიდული თავდასხმები, არამედ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. ეს არის ჩვენი გადაიარაღების ნაწილი, რადგან როდესაც ვამბობთ ევროპის გადაიარაღებას, ეს ასევე გულისხმობს ევროპული საზოგადოების გაძლიერებას. ვფიქრობ, ჩვენ ასევე ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ კიბერთავდასხმებზე, დივერსიების რისკებსა და დრონების შესაძლებლობებზე. მეშესანიშნავი ურთიერთობა მაქვს საქართველოსთან. პრეზიდენტ ყაველაშვილთან, რომელსაც ახლახან ნიუ-იორკში შევხვდი. გუშინ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გვერდით ვიჯექი და კარგი საუბრები გქონდა. დღეს განვაგრძობთ განხილვას მნიშვნელოვან საკითხებზე. გვაქვს ზოგიერთი ქართული ინიციატივა, რომელიც უნდა შევისწავლოთ, გავაანალიზოთ და გავცეთ პასუხები. მაგრამ ასევე უნდა გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის დონე. დღევანდელ მსოფლიოში ყველა თავის საქმით არის დაკავებული და ძალიან ცოტა ადამიანს სურს მეორე მხარის მოსმენა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით ყველას მოусმინოთ და ვიმედოვნებთ, ქართული მხარეც ამას ვეაკეთებს. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მაინტერესებს რა სიტყვიან ზოგიერთები ჩვენ შესახებ. ჩვენი საქმეა ვიზრუნოთ ქვეყანასა და ხალხზე. საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ გადაწყვიტა ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის მიღება და მისი შესრულების ვალდებულება აიღოს. ეს მაღალი ვალდებულებაა და ჩვენ მაღალი მოლოდინები გვაქვს. ეს ნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ყველა გადაწყვეტილების აღსრულებას, ყოველთვის კონტაქტის შენარჩუნებას, ერთად მუშაობას და პროგრესის მიღწევას. როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ღია ვარ ყველასთან კონტაქტისთვის და ცხადია, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროპაში. მე არ ვიცი არც ერთი ქვეყანა ისეთი წარმატებული, როგორიც თქვენ ხართ. პოლიტიკურად სტაბილური, ეკონომიკურად ზრდადი. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ და ვსწავლობთ, როგორ ხართ ასეთი წარმატებულები. ევროპას ჭირდება წარმატებული ქვეყნები, რადგან სამწუხაროდ ბევრი ჩვენგანი წარუმატებელია. ეკონომიკა აქ არ მუშაობს, ის პარალიზებულია. ჩვენ გვჭირდება ქვეყნები, როგორიც საქართველო გასაწევრიანებლად. მე შეგახსენებთ, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანება ამჯერად კოპენჰაგენში დანის დედაქალაქში შეკრებილია რიგით მე-7 სამიტზე. პირველად ამ გაერთიანების სამიტი 2022 წელს შედგა ჩეხეთში, ჩეხეთის დედაქალაქში პრაღაში. თავის დროზე შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და წარმოადგენს ფორმატს, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სახელმწიფოებს და მათ პარტნიორებს ერთ სივრცეში აერთიანებს წელიწადში ორჯერ და შესაბამისად იძლევა საშუალებას, რომ როგორც წევრმა ქვეყნებმა, ისე მათმა პარტნიორებმა ერთობლივად ერთ სივრცეში იმრჩევლონ, როგორც გამოწვევებზე, ისე მიღწევებზე. მადლობთ სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა მოამბიის პირდაპირ ეთერში.